Ჩვენ დამოკიდებულება არის მარტივი. საქართველოში საჭიროა გაწყდეს ჩაკეტილი წრე, 13 წელია, არიქა ნაცები ბრუნდებიან ტექსტით, ისევ და ისევ ერთი და იგივე ხდება. ჩვენ გვინდა გაჩნდეს საქართველოში ოპოზიცია, რომელსაც არა აქვს რევოლუციური დამხობის, აჯანყების დაწვის დღის წესრიგი, ჩვენ გვინდა გავაჩინოთ ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით ეცდება იმის შეცვლას, რაც მნიშვნელოვანია და რაც ეხლანდელ ხელისუფლებას ეშლება. და მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ყველაფერს ფარავს ეს რევოლუციური არარეალური ჩემი აზრით დღის წესრიგი. კონკრეტულად რას ველით? ველით, რომ ჩვენი წარმომადგენლები შევლენ საკრებულოებში, ველით, რომ იქ ადგილზე ისინი შეასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. თვითონ ქართული ოცნება ამბობს, რომ მას უდიდესი პრობლემები ჰქონდა კორუფციასთან, უდიდესი პრობლემები ჰქონდა კადრებთან. და ადეკვატური ოპოზიციის არარსებობა, რომელიც ადგილზე ამ ყველაფერზე ლაპარაკობს და ხალხში გამოაქვს პრობლემები და ხალხის სატკივარს აყენებს ისეთ ტრიბუნაზე, რომელზეც შეიძლება ეს ყველაფერი გაირჩეს, არის ჩვენი ამოცანა. ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ამ არჩევნებზე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შანსი გააჩინონ ნორმალური, ადეკვატური პოლიტიკური დღის წესრიგი. და თუ თქვენ აირჩევთ ჩვენს პარტიას, ჩვენ გვპირდებით. თითოეული თქვენგანის გულის ტკივილი, რაც მართლა გაწუხებთ და რაც დაიკარგა ამ საგიჟეთში, რასაც უკვე 10 წლეულებია უყურებთ. დადგება პირველ ადგილზე და ვიმუშავებთ, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, იმისთვის, რომ თქვენი სატკივარი მივიდეს ხელისუფლებამდე და გადაწყდეს რეალურად. კონსერვატორების საქართველოსთვის